გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აწვში ადგილობრივების სიჩქარის შემაკავებლების, ეგრეთ წოდებული მწოლიარე პოლიციელების განთავსებას ითხოვენ. მოსახლეობის თქმით, ხშირია შემთხვევები, როდესაც ავტომობილები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივებს, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები თამაშობენ. Ყავს 4 შვილი, ხშირად თამაშობენ გარეთკენა და მოსალოდნელია, რომ ძალიან ჩქაროდადიან, უცებ გავიდეს გარეთ ბავშვი და ვიღაცა ან დაეჯახოს ან რაღაცა ბირჟაზეა თამაშობენ, აი აქა სკვერში გამოდიან და ძალიან ჩქარდადიან და გვინდა რომ გააკეთონ მწოლიარე პოლიციელები, რომ სიჩქარის შემაკავებელი იყოს რამე. ეს ერთადერთი მოთხოვნილება გვაქვს, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება. სოფელში გვესაჭიროება ასევე მწოლიარე პოლიციელები, რადგან არის სოფლის შუაგულში სკვერი და აქ ძირითადად სულ ბავშვები თამაშობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც მანქანას ისე სწრაფად ჩაუვლია, რომ ეს არც გაუთვალისწინებელი, რომ შეიძლება ნებისმიერ დროს ბავშვი გამოიქცეს სკვერიდან და მას მოუწიოს დატორმუზება, ან საერთოდ ვერ მოახერხოს შეკავება მანქანის და დაეჯახოს ბავშვს. არის შემთხვევები, როდესაც რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა მანქანა შევარდა, ერთ წელში მაგალითად 3 მანქანა შევარდა, აგერ ქვემოთ ჩვენი სოფლის თანასოფლელის ბაღში და ძალიან ცუდი სიტუაცია, მით უმეტეს როცა მოგვიწია იმ მომენტში ზუსტად ჩვენ ჩავლა იმ გზაზე და სულ რაღაც 5 წუთის ინტერვალში მანქანა შევარდა და შეიძლება და ჩვენც მოყოლილიყავით ამ შემთხვევაში. ასე რომ სოფელ ძალიან ესაჭიროება ეს მწოლიარე პოლიციელები. თვრალი ხალხი როცა სხედან პატარა ბავშვები, აი მე-11, მე-12 კლასელები, იმ დღესაც შემთხვევა იყო მაგალითად, ანუ შეიძლება ვინმე შეიწიროს და გვესაჭიროება ბუგორები. იმედია მაგაზეც გაამახვილებს ყურადღებას, ვისაც ეკუთვნის ეს ყველაფერი. გორის საკრებულოში სივრცითი დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარის მანუჩარ ლაფაჩის თქმით, მსგავსი პრობლემებია მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში. ლაფაჩი იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება ეგრეთ წოდებული მწოლიარე პოლიციელების განთავსება. საკითხთან დაკავშირებით ეს პრობლემა ძალიან ბევრ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში დგას ძალიან მწვავედ. ზოგადად საკრებულოს ზეპირი დათქმა საკრებულოს წევრების ესეთნაირად არის ამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომ საბავშვო ბაღებთან, სკვერებთან, ხელოვნურ საფარიან სტადიონებთან, თავშეყრის ადგილებთან ვითვალისწინებთ ამას და აქ ნებართვა ხდება, რომ მოსახლეობის წარმომადგენლის დეპუტატის მოთხოვნა წერილი კეთდება მერიაში, შემდეგ ამას სწავლობს საპატრულო სამსახურის შესაბამისი დაწესებულება და იქიდან ნებართვის შემთხვევაში გამოდის საკრებულოზე ხდება მე თანხმობა ან უარის თქმა. მაგრამ არის სოფლებში ახლა მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს ასფალტის საფარითა მოპირკეთება გზების და კარგად გაკეთებულ გზებზე უკვე ჩვენი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა სწრაფად გადაადგილდება, ასე ვთქვათ, და ეს მოსახლეობაში იწვევს ძალიან დიდ უკმაყოფილებას, რატომ? იმიტომ რომ ქუჩებში ბავშვები მოგეხსენებათ ახლა რომ დათბება გაზაფხულთან დაკავშირებით, გამოდიან და ბევრი ბავშვები თამაშობენ და ასე შემდეგ. მათი უსაფრთხოების მიზნით და ზოგადად მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით მოსახლეობა ითხოვს. აღნიშნულ შემთხვევაში მოსახლეობა უნდა გააკეთოს წერილი მოთხოვნა მერის. სოფელ აწვის მაცხოვრებლების ნაწილი ხელისუფლებას მიმართავს და პრობლემის დროულ მოგვარებას ითხოვს.